აქ აი მიმდინარეობს საკიდაო მოედნის ძირის შეკვრა მთლიანად თალმატურით, სადაც 20 სანტიმეტრის სისქის ბეტონი დაისხმევა დღეს მეორე ნახევარში მთლიანად. სადაც შემდეგ კაუჩუკი გადაისხმევა ზემოდან და შემდეგ ჭიდაობის ლეიბი, ჭიდაობის ტატამი დაიდება. ეს რომ დაისხმევა უკვე მოიტავენ და დაამონტაჟებენ სკამებსაც. აი ამ რიადში აქ სკამები დამონტაჟდება აგერ პირდაპირ. აი აქ ასე იქნება სკამები დამონტაჟებული. აქ კიდე საჭიდაო სივრცე მოედანი. აქ 2 მეტრამდე ფეხით გასავლელი იქნება, დანარჩენში კი 12-ზე ჭიდაობის ტატამი დაიგება. გადახურვის პროცესი შეჩერებულა ჯერჯერობით, რომ დაასხავენ, შემდეგ გააგრძელებენ გადახურვას, ცოტა დარჩენილი და ქვემოთ მხარესაც აი ეს პირდაპირ სახურავი რო ჩანს, აგერ ეს მხარეც კრუგში დაიხურება. ასე რომ კარგი სპორტული ტაძარი შენდება და ექნება ბათუმს. მიმედოვნებ კვლავ კიდევ მიიღო მონაწილეობა კონკურსში ჩემი იდეა ბათუმს. დიდი სურვილი მაქვს ასეთი მსგავსი მეორეც ჩაქვში, რომ ფარცხანაში რომ აშენდეს და ის უბანიც, ის მხარეც ქართული ჭიდაობის კულტურით და ტრადიციით მოვიცვათ. იქაური ახალგაზრდები ჩავაბათ ქართული ჭიდაობის საათნო სავარჯიშო სექციებში და მაქსიმალურად მოვიცვათ ბათუმის ტერიტორია ქართული ჭიდაობის დიდი სიყვარული და დიდი მოჭიდავეების აღზრდით.